Დარწმუნებული ვარ ყველას ქონია მომენტი, როდესაც ფიქრობდა, რომ ახლა ნახავდა არაჩვეულებრივ ანიმეს მაგარი გრაფიკით და სიუჟეტით, მაგრამ საბოლოოდ ეს იმედები არ მართლდებოდა და ანიმე, რომელსაც მაგარი აღწერა აქვს, ნამდვილი ნაგავია და ყოველი სერია თვალებში ხანძარს აჩენს და ტვინს საფეთქებს საკუთარი ნახატითა და სიუჟეტით. ასევე არის მომენტები, როდესაც ანიმეზე საშინელი წარმოდგენა გაქვს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო თავს სერიას და მთელ სეზონს ერთ დღეზე ასრულებ. მე ამ ბოლო პერიოდში მქონია ასეთი შემთხვევები. ჯერ დარლინგმა შემაცვლევინა აზრი, ახლა კი გობლინ სლეიერმა, იგივე გობლინების მკვლელმა. უყურდებით ახლა იმედი მაქვს ერთი ანიმე, რომელიც იწყება ბოკუთი და მთავრდება პიკოთი, არ შემაცვლევინებს აზრს. მოკლედ, მომავალო მე დამთავრდა შესავალი ტექსტი, ამიტომაც ჩართე ინტრო. ამ ანიმეს გამოსვლის დღეებში პოსტები გავრცელდა, რომ პირველ სერიაში პერსონაჟს აუპატიურებდნენ. სწორედ ეს იყო ამ ანიმეს უარყოფის მიზეზი, რადგან ჩვეულებრივ ერთ სერიაში თუ ესეთი რაღაცები ხდება, სხვაშიც იქნება ხოლმე. გუშინ წინ კი Facebook-ზე ვიღაცამ დაწერა ღირდა თუ არა ამ ანიმეს ყურება. ზოგს მოსწონდა, ზოგს არა, მაგრამ მაინც გადაწყვეტა, რომ მენახა იქნება რა იყო. დავიწყოთ ნახატით. სხვა ანიმებთან შედარებით აქ ხშირად ხდება CGI ეფექტები, რადგან მთავარი პერსონაჟი დიდი ჯავშნით დადის და ყოველ ჯერზე ჯავშნის კარგი დეტალიზაციით დახატვა რთულია. CGI კი აქ არც ისე ცუდია და თვალებში იმდენად არ ხდება. ჩვეულებრივი ნახატი კი კარგია და უკმაყოფილოს არავის არ დატოვებს. მუსიკალურ თანხლებას რაც შეეხება, ანიმეში არ იყო რაიმე განსაკუთრებული საუნდტრეკი, ანუ იგივე OST ან OST, როგორც გინდათ. არც ერთი არ დამამახსოვრდა და იმედია, რომ ერთზე მეტი მაინც იყო. გადავიდეთ სიუჟეტზე. ანიმეში არის პოსტ-აპოკალიფსური სამყარო, სადაც არიან გობლინები, დემონები, ურჩხულები და მრავალი უწმინდური არსებები. ჩვენი მთავარი პერსონაჟი კი მხოლოდ გობლინებით არის დაინტერესებული და სხვა არსებას ხელს არ კიდებს. პერსონაჟებს არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული მიზანი, რომ მიისწრაფოდნენ. მხოლოდ გობლინების მკვლელს უნდა რომ ყველა გობლინი ამოჟლიტოს და მოკლას. დანარჩენები კი უბრალოდ კომპანიონობისთვის არიან. ანიმეს არ აქვს რაიმე ისეთი დასახული და შესრულებადი მიზეზი. უბრალოდ ნაჩვენებია პერსონაჟების ყოველდღიურობა და ცხოვრებისეული განვითარება. გობლინების მკვლელის გარდა სხვა არც ერთი პერსონაჟის ისტორია არაა ნახსენები. უბრალოდ ვიცით მათი რასა და ეგა, მეტი არაფერი. სიუჟეტი არ გვიამბობს, რას აკეთებდნენ ისინი მანამდე, რითი იყვნენ დაკავებულები და როგორ მოიყარეს ერთად თავი. ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად ანიმეს ყურება სიამონებას განიჭებს. დილით ადრე გაღვიძებაც კი საინტერესო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გობლინების მკვლელი გაქანებული ინტროვერტია და ხალხთან ურთიერთობის არაფერი გაეგება, მაინც ვითარდება და საბოლოოდ მთელი გილდიის პატივისცემას იმსახურებს. ანიმეს მხოლოდ იმაში გავაკრიტიკებ, რომ CGI ზოგ მომენტებში ძალიან არაბუნებრივი იყო და ბოლო სერიაში შემოიღოს ვითომ დაუძლიერსის სამი გოგონა რაინდი. არა, სექსისტი არ ვარ, მაგრამ არ ამგონია 3-14-15 წლის გოგონას დემონთა ხელმწიფის დამარცხება შეეძლოს. რავი, უბრალოდ იაპონელებს ევასებათ პატარა ლოლები და ეს ანიმეც არ დატოვებს მას გარეშე. უკვე ბოლო სერიაში, როდესაც ანიმეს დასრულებამდე წუთებია დარჩენილი, მთავარი პერსონაჟის სახეს აჩვენებს. ყველა გილდიის წევრი მას გაოცებული უყურებს, ჩვენ კი მაყურებელს არაფერს არ გვაჩვენებენ. ბოლომდე ვუცდიდი, გადიოდა წამები, წუთები, მაგრამ სახეს ჩვენ არ გვაჩვენებდნენ. ჯერ უბრალოდ ვითხოვდით, გთხოვთ, გვაჩვენეთ. მერე ბრაზით, გვაჩვენეთ. მაგრამ როგორც ჩანს არ გვთვლიან ამის ღირსად. საბოლოოდ გეტყვით, რომ ანიმე კარგია, მოგეწონებათ, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ დაგიტოვებთ. მხოლოდ გობლინების მკვლელის სახეზე გექნებათ ინტრიგა და ბიჭების ნაწილს მოეწონება რაღაც მომენტებში. მე კი აქ დაგემშვიდობებით, ეს იყო Echi Slayer Eren-ი, ყველას მოვალ შეხვედრამდე, ნახვამდის.